პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვხედავთ საქართველოში ავტორიტარიზმი როგორ აღზევდა და პირველ რიგში ავტორიტარიზმმა პირი მოიკრა სწორედ იმით, რომ მან სრულად დაიქვემდებარა სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო ხელისუფლება და იმის რატომაც დღეს ჩვენ ვართ უიმედოები, რომ სასამართლოს არ იქნება სამართლიანი მიდგომა ბრალდებულების მიმართ, ამის უკან სწორედ ის არის, რომ სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი და სრულად პოლიტიზირებულია და ის რეჟიმის სამსახურშია ჩამდგარი. საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა ყოველთვის იყო სხვადასხვა ხარისხით, თუმცა ის, რასაც დღეს ვხედავთ, ეს არის ძალიან აშკარა კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თუ პოლიტიკური დატვირთვის მქონე საქმეებზე პოლიტიკური განაჩენების მიღება. ამიტომაც სწორედ ის, რომ მოქალაქეებს არ აქვთ იმედი, რომ არსებობს რომელიმე რგოლი სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემაში, რომელიც მათი უფლებების სასარგებლოდ იმუშავებს, ეს ძალიან მძიმე რეალობაა და ჩვენ ვხედავთ, რომ სამოქალაქო უფლებები სწორედ ამ მზარდი რეპრესიის პირობებში არსებობს. მთლიანობაში ძალიან მძიმე კონტექსტი აქვს ქვეყანაში, ხელისუფლება, რომელსაც დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, როგორც შიდა პოლიტიკურ დონეზე, ისე საგარეო დონეზე, ის ცდილობს, რომ საკუთარი ძალაუფლება რეპრესიული აპარატით შეინარჩუნოს და ერთადერთი პასუხი, რომელიც მათგან არის, ეს არის წამება და ძალადობა წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეების მიმართ, რეპრესიული გადაწყვეტილებები, მასობრივი დაკავება ადამიანების და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამდენი პოლიტიკური პატიმარი პრინციპში საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, ხო, როცა ღიად ჩანს, რომ წინააღმდეგობაში ჩართულ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ უმციკლო წარსული, ხო, არანაირი კრიმინალური რაღაც ისტორია არ ქონიათ არასდროს და უბრალოდ ასრულებენ რესპუბლიკის იდეას და არიან აქტიური მოქალაქეები, ჩვენ ვხედავთ სისტემა მათ როგორ უსწორდება, ხო, და ეს არის ძალიან მძიმე რეალობა, მაგრამ ჩვენ იმედს გვაძლევს ისევ ის წინააღმდეგობა, რომელიც არის დეცენტრალიზებული, თვითორგანიზებული, საყოველთაო და მე იმედი მაქვს, რომ ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმებს მიიღებს, მასში ჩაერთვებიან სხვადასხვა სოციალური კლასები, სოციალური ჯგუფები და რეჟიმს მოუწევს დათმობებზე წასვლა. რაც ამ ეტაპზე ჩანს, ხო, პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური ინტერესი რეჟიმის, რომ მან თქვას, რომ აქციები პირველ დღეებში, როდესაც სასტიკად ძალადობდა რეჟიმი მოქალაქეებზე და ხო რაღაც 500-მდე დაკავებულია მათი 80% ნაწამები და ძალადობის ძალიან მძიმე მსხვერპლი იყო, თქვას, რომ ამას ჰქონდა გამართლება, იმიტომ რომ ვიღაცებმა ძალადობა დააორგანიზეს და ამის შემდეგ ასევე ისინი ამბობენ, რომ როგორც კი ვიღაცები დავაკავეთ, თითქოს ძალადობა შეწყდა, ხო? რაც აბსურდია, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით იმ დღეებში აქციაზე და აქციის მონაწილეების 99% იყო მშვიდობიანი და სწორედ მშვიდობიან აქციებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე არბევდნენ ისინი, ხო? და მათ უნდათ შექმნან საფუძველი, რომ ეს შეკრებები იყო ძალადობრივი და აი ამას უკვე სამართლებრივი გზებითაც ცდილობენ, რომ შეკერონ, ხო? და ეს ბრალდება აი ამ დაუკავშირებელი საქმეების ერთი საქმის ქვეშ გაერთიანების ინტერესიც ეგ არის, რომ თქვა, რომ აი მასობრივად, ჯგუფურად ადამიანები ძალადობას არ აორგანიზებენ, რაც ერთი შეხედვით ძალიან დაუსაბუთებელი და არასერიოზული ჩანს. და ძალიან ადვილად იკერება ძალადობის ორგანიზება, საკმარისი მტკიცებულებები ერთი შეხედვით მათ არ აქვთ და ჩვენ ვხედავთ, რომ არსებითი განხილვაც ამ საქმეების იდება, ხო, იმიტომ რომ ვადის გახანგრძლივება ხდება წინასწარი პატიმრობის, სწორედ იმის გამო, რომ პირველი, რომ მათ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ, ჩვენ მაგალითად ლაზარე გრიგორიაძის საქმის გახსენება შეგვიძლია, რომელიც შევაფასეთ და სწორედ და აშკარად ჩანდა, რომ პროკურატურამ ვერ მოახერხა მტკიცებულებების შეგროვება ამ საქმეზე და მას ძალიან უჭირდა და მაქსიმალურად ცდილობდნენ პროცესის გაჭიანურებას. ახლაც მათ ეს სტრატეგია აქვთ, ხო, იმიტომ რომ სანამ საქმე არ მივა არსებეთ განხილვამდე ჩვენ საქმეს სრულად ვერ შევაფასებთ, მაგრამ ისინი ცდილობენ, რომ პოლიტიკურად გამოიყენონ ეს პროცესები და იარლიყები, ასე ვთქვათ, შექმნან და კონკრეტულ ადამიანებს ეს სახელები დაარქვან.